მარი, კეთო ტიფენი გამომიტანე რა. გისმენთ ბატონო თქვენ. მარი! აი, გამარჯობა თქვენი. ესე იგი, კუჭის მოქმედების მომწესრიგებელი გვინდა რამე გვირჩიოთ. კუჭის მოქმედება, როგორი მოქმედებისთვის გინდათ რომ მითხრათ? რა ვიცი, ახლა მომწესრიგებელი ექიმი მასაკა. ხო, ანუ შეკრულობა არის თუ აი უფრო ფაღარათისკენ არის მიდრეკილი. დედა, ოყნა უნდა ამ კაცს აშკარა. თქვენ ხართ ამ კაცის მერე? არა, მე მეუღლე ვარ ამ კაცის. მიბრძანდით თქვენ. კარგად ბრძანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და წარმატებებს. გისმენთ თქვენ. გამარჯობა ჩემო კარგო. იხტიოლის მალა მომინდა თუ გაქვთ, რა ვიცი, დეფიციტ შეავდა, ვერ ვიშავე ვერსად. აჰა, იხტიოლი არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ იხტიბარი გვაქვს შემცვლელი. არა, შემცვლელი არ მინდა, მაშინ დორიტრიცინი მომეცით ერთი ფირფიტა და ომეგა 3. ბავშვისთვის ხო, რაღაცები ჯირყვალი აქვს გამოსული და. კი ბატონო. სულ გამოდის ჯამში 43 და 60 ფასდაკლებით. სკუნსიბარათი გაქვთ რომ გამატარებინოთ? დედა, სკუნსიბარათი არა მაქვს ნამდვილად. არც ახსოვსებული არა მაქვს შენ ჯერ მე ისე ვიყრიდი. ჯილდა სალამი, გავახარ. დედა ინკა გოგოს ავითხრ ვერც გიცანი. რა ვიცი ჩემო კარგო ნილანელა თქვენ ხო ხართ კარგად. გოგო, რა ხდება თქვენ კორპუსში ვინმეა გარდაცვლილი? გოგო ხო ჩვენი მეზობლის კაცი დაიღუპა, რაღაცა ვეღარ იყო ეს ბოლო კვირები უჭირდა ძალიან. თან დიალეზი და ხო ეს დიალეზი როგორი ის არის. მშვენები როგორ არიან, მამა როგორ არის? რა ვიცი, მამა ჩემი დიალეზია. რაღაცა ისე მოერყა ჯანმრთელობა. დიალეზი ხო. დიალეზი არის აუცილებელი. ხო, აუცილებელია. ჯე ვიყიდე პური 240 ლარი ღირდა. რა 240 ლარი? მანახე ჩეკი. 2 და 40 ბიჭო წერტილი აქვს შუაში. გინდა მოიგო 10000 ან 20. კი. რა კი გოგო? დედა სულ გაუპერა ამან. Paybox-ის რეკლამას უყურებთ. გინდა მოიგო ფულიო და კი მეთქი. მერე სახში კიზახებით მოიგებ მაგას. ომარიკო დადე ექშაქარი დაიპნევა და დაგვესებიან ჭიანჭველები. ხო, ნუ გათამაშებათ თავის წესები აქვს. Paybox-ის აპარატიდან ქმნი პირად კაბინეტს და უთებ ტელეფონის ნომერს. 10 ბილეთს გჩუქნიან და მე ყოველ გადახდილ ლათლარზე Paybox-დან 1 ბილეთი კიდე გემატება. ანასტასია, Paybox-ი რომელია? შენ რო წაგებული 20 ლარი ჩაურიცხეთ ეკლას ტელეფონზე? ჯერ ეს ერთი არ წამიგია. თეკლამ გვერდზე გამახედა და შეცვალა დომინოს კენჭები. და მეორე შენ რას მიკონტროლებ მე ვის რას გადაურიცხავ? ესე იგი რასაც ჩაულობ, თეკლას და თიკოებს ახარჯებ. მაგაჯობია ოჯახში შემოიტანო ბარაკა დაადგება. ომარიკო დადე მეთქი ექშაქარი ბოგამტრევ ხელებს იწოდე. იქ 3 თვის წინ მოხდა და ხელფასი ჯერ არ ამიღია მე მგონი. დე თურმე ჩემი კლასელი გიორგის დედა საერთოდ არ ჭამს შაქარს. პესუკი უწევსო ასე თქვა. ხო და შეეშვი დააპნევ მაგას. ესე იგი როგორც შევთანხმდით ანასტასია, ხელფასს რო აიღებ, ის ციგნების თარო ხომ დავიყიდოთ. ის ლამაზი შარვალი შენთვის, პალტო ჩემთვის და შეხედე რა გააკეთა რა. და 1 კილო შაქარი. გოგოებო, ხელფასი ავიღე, სად მივდივართ? შაურმებზე. რა შაურმაზე, შოპინგზე, ფეხსაცმელები უნდა ვიყიდო. შენ იყო კიდე მშვიერი ხარ გამოსული? ხო, რაღაცა დიეტითი კლავს თავს. აი იქით არის მაღაზია სნიკერ ჰაბი, პეკინის 18, წამო. სნიკერსი. აუ, რამდენი ფეხსაცმელი. უკაცრავად მარციპანის ფეხსაცმელები ხო არის გაქვთ, რო იჭმევა. აი მე გოგო გამოდი აქეთ, სნიკერსი კი არა, სნიკერ ჰაბია. უკაცრავად ეს მოდელი რა ღირს? ეგაც 15 ლარი, სხვადასხვა ფერებში არის თან. ხალხო, ნახეთ რა ვიპოვე, მარტინსები, მიმელოდებოდნენ. აუ კი ეგ ძალიან მაგარი ხარისხის ტყავი და უმაგრესი მოდელია. ტყავი, საქონლის თუ ხორის. მე გამოდი აქეთ რა გჭირს, ძალიან მშიერი ხარ, ხო? რა 2 გოგო, 2 საათი? არა 2 დღე. აუ ეს მარტინსები ძალიან მომეწონა, ამას ვიღებ. ამას კიდე ინგას უყიდი. ცალ სახალწელს ვაჩუქებ და ცალს დაბადების დღეზე. აუ რა კაი. აუ გოგოებო, ამას გავისინჯავ და მოვალ. ისე რა ვიცოდეთ გოგოებო, ჩვენთან ყველანაირი მოდელი შოვნა შეგიძლიათ, რაც კი საქართველოში შემოდის. განუსაზღვრელი მრავალფეროვნება გვაქვს. კი, აშკარად ბევრი რაღაცაა მართლა. აუ, თეკლას გული წაუვიდა. რანაირი დღე იყო რა.
რა გინდა რა ჩულებრივი დღე იყო ახალი მარტენსებიც დავითრიე და თეკლას ასტრაფონ წაიყვანა აუ წამო შაურმებზე წავიდეთ ინგა დამელოდე მეც მოვდივარ წავიდი გოგოები ხვალამდე დედა რა გინდა გოგო შენ აქ სახლში მგონი ხარ მე ფაიმე კომუნალურების გადახდა დამავიწყდა თეატრში უნდა წაგიყვანო მართლა ფაიმე როგორ მიყვარს თეატრი მაყურებლად არა მსახიობად, რამე დრამატურში. აგერ არის მე Facebook-ში და გადავიხადოთ. თახო გითხარი გათამაშება ამით და პირადი კაბინეტი გავაკეთოთ. დაიცაბა, რას დავაწვე ახლა აქ? პირადი კაბინეტი. ვიცი. მან პირადი კაბინეტში დაამატე ხა ტელეფონის ნომერი. ნუ ურტყავ ეკრანს, უბრალოდ დიდაადე. სუდალიცა აპარატი. აჰა, დაემატა ტელეფონის ნომერი. ნახოთ ახლა გადასახადები რამდენია სულ. Time 87 ლარია დედა. აი 3 საათამდე როგორ შუქები ჩართული ხარ. მივიდეთ ერთი სახლში. რამდენი ბილეთი დამერიცხება ახლა აქედან? ყოველ გადახდილად ლერძია ერთი ბილეთი და ანუ ახლა 8 წალი და კიდე პლუს 10 იმიტომ რომ პირადი კაბინეტი შექმენი. აჰა, ესე იგი 10 8 18 ხო. ვაიმე, ირმა, გოგო 18 ბილეთი დამერიცხდა და აღარ დაგინახე უცბად. როგორ ახარ? რა ვიცი ვართ გოგო ახლა გამოვიარე შენ თონესთან და რაღაცა პრაგუნის ხმა იყო მეთქი ინგა ალაგებს თქო და რა ვიცი აგერ შემხვდი შენ აი მე გავიქეცი რა ჩემი მეუღლე მელოდება გაკოცეთ კარგად ირმა ჩემო კარგო დედა რა პრაგუნობდა გოგო ნეტა ბაიმე ბავშვი დამრჩა თონეში დედა რა მხელარიგია მაღაზიაში გახსენით რა მეორე სალარო თქვენ გონიეთ ახლა სალაროს გახსნიან მე ვიღამ უნდა ითამაშოთ გაჭირებული ხალხის ნერვებზე ჩვენი ბარათი თუ გაქვთ არა დო არა მაგ გაგიხსნით თქვენი პირადი ნომერი ტელეფონის ნომერი მეუღლის სიდიდრისა და სიმამრის სახელები და გვარები დაგჭირდება არა არ მინდა იყოს სიმამრი დაიღუპა თან არა უშავს კეთდება გარდაცვლილზე საარჩევნო სიების პრინციპით არ გნებავთ კი ბატონო შემდეგი ეს თქვენია ყველაფერი აუ პური დამავიწყე ბოდიში რა ხალხო ერთი წუთი გავალ რა ბოდიში ვერ უშვილეთ გაჭირებულ ხალხსა რა გაია და რაღაცა პამინდორი ვიყიდე და მარნეული სარე იმედია ის შემოტანილები არ ვარ გაკაპიკად ასე წამლავენ ხალხს მასონები მიაუწონავი ბანანი მოიტანა ერთი წუთით დედა ამიმჟავდა ეს მაწონი კაცო გაუვიდა და გახსენით მეორე სალარო რა არ გახსნიან ცოცხალი თავით არ გახსნიან ვაიმე რაღაცა ვერა ვარ კარგად მოკვდა ქალი ბიჭო წაუვიდა გული ვაიმე გული წაუვიდა მოდი გიო გადმოაბიჯი ამ ქალს და აცი გადაიწიეთ ერთი კაცით რა კარგად იქნებით ქალბატონო თეკლანილა ტალახია მანდ საათ აბარ ასე ამბობ შენ ფიხსაცმელზია უკვე დაიგვიანი აუ კაი რა ჩემი თეთრი კეტები მოიცა ეს გიო არ არის მოპედით რომ მოდის გიო ვახ ვიცოდი რომ აქ იქნებოდი და მადარტის ლობიანი გაგიჩითეთ რა აუ ძანკაი ანუ დაიწყე ხო გიო მუშაობა დავიწყე რომელია თუ დავრბივარ გიჟივით მთელი დღეა რა 30-მდე შეკვეთა მქონდა მარტო გუშინ რა ძალიან საკაიფო პირობებია და კარგად ავეწყე რა მომწონს თუ ვინმე სუნდოდეს ვაკანსიები არ ეკიდე და მომწეროს რა აუ ძანკაი მოპედია გიო ჩემს მას უნდა რომ ეგეთი ყავდეს ო ჩემი მოპედია ეს მაგით მუშაობ დამაგ შეკვეთები ჩაულებრივად აუ დეჩემა მომწერა ჩემი კარის მეზობელი დაიღუპა აუ რა კაია ლობიანზე ვთქვი მეზობლის დაღუპვა სამწუხაროა ნამდვილად აუ ძალიან კაი ქალი იყო სულ მოდიოდა ხოლმე ჩვენთან და უყვარდი ძალიან კაი ახლა ეგრეც ვინერვიულებ რა ასაკში იყო უკვე ეგ ქალი ხო ნუ ვიცდები რომ არ ვინერვიულ ამ ლობიანს წავიღებ მე მოიცა ლობიანი სადმი გაქვს აუ გლობობ მე მგონი ხა ძიაბებო ჩამოდის მატარებლით თუ დელეგაცია მთელი ოჯახი რო წამოგვიყვანე დასახვედრად ესე იგი რა ჩირები და სულშხელები რო ჩამოაქვს მაშინ გიყვართ მარტობებია თქვენი აუ ძალიან მიფციდენ ტუალეტში შევალ შედი ხო დედა ისე გამოვაქციე ბავშვი რო ვერ შევიდა ტუალეტში იკაცრავად შვილო აპარატენ ჩარიცხვეში დამეხმარეთ
კიდე პრობლემა აქვს ალბათ, აი მობრძანდით Paybox-თან. აუ, ვერ შევედი იმ ტუალეტში. 51 წელია და მსუქანი ქალი დგას კარებში ჯოხით. ვაიმე ნონა კიდე ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ვაიმე, გამომართვი და მიეციეს ხურდა. ანასტასია, გამოდი ახლა, რაღაც აკეთებ ამდენი ხანი. ნახვამდის. Paybox-ის გეთამაშებას ჩავდე ეს ქალი. პირადი კაბინეტიდან დაუმბადე ტელეფონის ნომერი, ნუ ასე იყო რა გავაკეთე, მაგრამ მაყოფილი წავიდე. ესე იგი, მე აქვს წვალებით მოგროვებული 18 ბილეთი, მაგ დაეცქნე კონკურენტებს მიჩენს რა. აი მზიაბებო ჩამოვიდა. დედა რა არის, ამდენი პარკები რომ გაქვს, რა უბედურება. Paybox-ის ჩეკებია ესენ გავმართე. 1 პანკი, 2 პანკი, 3 პანკი, 4 პანკი და 5 პანკი. ეს კიდე სუნკაშია. ტაქსი ხო არ გვინდა, ტაქსი, ჩასხედით წაგიყვანთ. ჩასხედით ეხა ტაქსიში, თუ სადაც არის ჩავიკეცი მე და ჩავარდ მილიონდაკებში. უყურე, დატოვა ვიღაცამ ბოშ ტუალეტებთან იხევა ტერილით. ვაიმე, გააჩერეთ მანქანა. გოგოებო, ტატუს გაკეთება გადავწყვიტე. აუ, ძალიან ბევრი იდეა მომივიდა, ხა რა შეიძლება რომ დაიხატო. აუ, ხა, მიდი და მითხარით, რომ მე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. მაგალითად, შენი ყოფილი სახელები შეგიძლია ჩამოიმწკრივო ხელზე. ნუ, თუ ერთი არ გიყოფა, მეორესაც მიაშველებ. გოგო, only God can judge me რომ დაიწერო. აუ, ისე იქ მეც კი ვიფიქრე. ვიხოთ და ჩემაგარ მაფრთხილე რომ სადაც ანასტასიამ დაიხატა ტატუ, იქ დაიხატე შენცო. ხო გახსოვს მაშინ მოეწონა ძალიან შენი ტატუ. ზონაში? ბაზარი არ არის, მაგრამ მაგათ მოხდა ლოკაცია შეიცვალეს. ვაგის მოპირდაპირეთ არიან ეხლა ჭავჭავაძეზე, 53 ნომერში. ხო, მარტო მაგ სტუდიაზე დამთონება მან დაიხატა, თორე ძალიან გამიბრაზდება მერე. მაშინ only God can judge me არ გამოგვადგება. იმიტომ რომ შენიც გამჭჭის. მოვიფიქრე, წარბებს შორის დაიხატე კიდე წარბები და პრიდა კალოს დაიმსგავსები. აუ, ნეტა საერთოდ არ მეთქვა რა. თან მე ფერადი მინდა და სად დავიხატო, ეგეც არ ვიცი, ხელზე ფეხზე თუ საათ. სადა, მაგრამ მან ვერავინ ვერ დაინახავს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მშიერზე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. აუ, კაი ხაჭაპური გაასწორებდა. აუ, აჭარულ ხაჭაპურს დავიხატავ, თან ბებიაჩემი ხო აჭარელი იყო და მაგის უსაც პატივს მივაგებ. ხო, და გვერდზე მივხატე ფხალეული. ბაბუაშენი ხო იმერელი იყო. ბავშვებო, დასხედით კვადრატ ამოდის. აბა დავსხედით ბავშვებო, მოვემზადეთ მათემატიკისთვის. ძლივს მოვაღწია დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შვილზე და დღეს ვისაუბრებთ სამკუთხედზე. სამკუთხედი რომელია? აი შეხედე მოსვიცის თავს და მიხვდები. საჭირო ოთახში გავალ. დასვენებაზე რას მიგეთებდი ლომსაძე? დასვენებაზე ჰოთ-დოგს ვჭამდი მას. და ეხლა ის ჰოთ-დოგი ნაკნას ტუალეტში. წადი ხო. მაშ, ვაიმე სამკუთხედის წამოღება დამავიწყდა რომ მეჩვენებინა. მოსვიცე გამობრძანდი დაფასთან. თვალსაჩინოებისთვის. აბა ვინმე ტყვის ბავშვებო, დაკვირვების შედეგად, როგორი ფიგურაა სამკუთხედი? ომარიკო გისმენ. სამი გვერდი აქვს, სამი კუთხე აქვს და მოსიძის თავს გავს. მას ორკუთხედი არსებობს? არა, ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ არ გამოუგონებიათ. ოი, დებილო ბავშვო. რა სიტყვებია? ქუჩაში ვართ? ქუჩაში? მას ომარიკო მესროლა ქაღალდი. ომარიკო ერთი შეგვიშვა და გახვალ გარეთ. ლომსაძე რა არის? ამდენი ხანი მიდოდა ტუალეტს? დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შვილზე ტუალეტში მას. აუ, ომარიკო მტვინი შეჭამა მას. მე არ ყოფილი ვარ მას მაბრალებს. ომარიკო გაბრძანდი გარეთ. გაკვეთილის ბოლომდე არ შემოხვალ. ტუტუციეს. დავალება ჩავინიშნეთ ხო? ომარიკო შემოდი. აბა, რა ვისწავლეთ დღეს? რადა დამლაგებლის შვილი თურმე ვერ მოეწყო მას უმაღლესში პირველ წელს და გათხოვდა კახეთში გურჯაანელ ბიჭზე. მაგრამ ლოთიაო ის ბიჭი ასე თქვა, ალკოჰოლიკი.